ღმერთმა დაგლოსო და გაგაძლიეროთ გაგახარო. გავძლიერდეთ სარწმუნოებში როგორც ყოველთვის ამას მივაქციოთ ყურადღება. აუცილებელია ჩვენი გონებისა და გულის განწმენდა, სულიერი განვითარება, გამომუშავება ჩვენში ასე ვთქვათ, ბევრი სიკეთისა, სათნოებებისა. უნდა ბევრი ვილოცოთ, ბევრი იმუშაოთ ჩვენს თავზე. უნდა საკუთარ რწმენაში გავძლიერდეთ ქრისტესადმი რწმენაში. სწორი და მართალი წარმოდგენა და მართალი ასე ვთქვათ, ცოდნა უნდა ვიქონიოთ ღვთის შესახებ, მართლმადიდებლური სარწმუნოებიდან ვისარგებლოთ ჩვენი მსოფლმხედველობის მრავალფეროვნებლად და გასამთლიანებლად. უნდა ასე ვთქვათ, მოვინანიოთ რაც კი ცუდია ყველაფერი, ახალ საერთოს ამბობთ ყველაფერი იცით. და თქმა უნდა, თვითკონტროლი, საკუთარი ემოციების კონტროლი, საკუთარი ასე ვთქვათ, ნერვების კონტროლი, საკუთარი თავის მოთოკვა ეს აუცილებელია, რომ ადამიანმა მეტად ჩაწვდეს საკუთარი სულიერ სიღრმეებს, საკუთარ სულიერ ასე ვთქვათ, იმ დავალებას ღვთისაგან, იმ ხატება, რომელიც მოგვეცა, ჩაწვდეს იმას, რა არის მსგავსება მასში ქრისტესში და ანუ როგორ მიემსგავსოს ქრისტეს, როგორ ატაროს ჯვარი, როგორ იაროს წინ, როგორ ასე ვთქვათ, გაეხსნას გული და გონება, როგორ წავიდეს წინ მისი ცხოვრება და გახდეს უკეთესი ვიდრე არის. ხომ ეს ყველაფერი არ არის სათქმელად და ძნელია, ეხლა გასაკეთებლად მით უფრო ძნელი და ძნელია. ვფიქრობ, რომ ყველას შეგვიძლია უფრო უკეთესი გავხდეთ, ვიდრე ვართ. თუ კი ამას მოვინდომებთ და უნდა მოვინდომოთ. უნდა გავხდეთ უკეთესი და უნდა გავხდეთ საუკეთესო. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სასურველი, ეს არის დავალება. იყვენით სრულ. ვითარცა მამაი თქვენ ესეც და სრულ არს, ხომ? პირველ რიგში რითი იწყება? ეს ყველაფერი იწყება რითი? ქრისტეს რწმენის აღიარებით. აი ქრისტეს რწმენის აღიარებით, ადამიანი აღიარებს ერთი ღმერთის რწმენას, მამის, ძის და სულიწმინდის რწმენას, ხომ? ეს არის საოცარი წყალობა, ანუ ჩვენ გვაქვს საშუალება ერთი ღმერთი წამს მონოთეისტები ვართ, სამგვამოვანი. ღვთის შესახებ საოცარი ცოდნა მოგცა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. გამგვიმართა ყველაფერი. ჩაუღრმავდეთ ჩვენ. აი ეს ერთი ღმერთის ცნება, მონოთეიზმი, იმხელა ძალას აძლევს ადამიანს და გამართავს სულიერად წელში და ამშვიდებს და აწყნარებს ადამიანს. ვიცის ერთი ვისეს თაყვანი, ეს არის მთავარი. როგორც შენო პირველ ადგილზე უფალს დააყენებ ყოვლადწმინდა სამებას. მერე დანარჩენი თავის ადგილზე ყველაფერი დადგება. უკვე შენო პირველ თავარს მერცო შენ იმ ადგილს მიუჩენ, ასე ვთქვათ, უნდა მიუჩენ, მაგრამ აი ჩვენ ცხოვრებაში თავარ ადგილს მიუჩენთ, ასე ვთქვათ, დავამკვიდრებთ უფალს. მერე დანარჩენი წელმანები, მეორე ხარისხოვანი, ასე შენ ყველაფერი დადგება თვითონ თავის ადგილზე გაგვიკვირდება ჩვენ თვითონაც. ამიტომ არის ერთწმენაში გაძლიერება, ამას ვიძახ გაძლიერებაში, გულისხმობ, რომ ეს ჯილდო ღვთისაგან მოცემული წამსი, ეს დიდი წყალობა ჯილდოა ღვთისაგან. მადლობდეთ ღმერთს ამისაც, რომ ერთი ღმერთი გვწამს მამაძე და სულიწმინდა, დავიცვათ ეს რწმენა ჩვენს გულში, დავიცვათ. ვაღიაროთ ეს, უნდა ვაღიარებ ამას ცხოვრებაში. აღიარო მარტო სიტყვით კი არა, აზრით, სიტყვით, საქმით, დრისით, ღამით, ნებით, უნებლიეთ. მთელი შენი ცხოვრებით დაეთანხმო ღმერთს აი ამ ყველაფერში. და რა თქმა უნდა, ამ ფონზე ეს უკვე, როდესაც შენ ამას აღიარებ, მერე უკვე იწყება ღვაწლი. მარტო აღიარება არ არის სიტყვიერი, ეგეც კარგია, მაგრამ თავარი და არის, რომ შენი საქმით აღიარო. საქმე გააკეთო. იმეტყველო ღვთისადიდებლად, იაზროვნო ღვთისადიდებლად, იმოქმედო ღვთისადიდებლად. აბა როგორ დავაკვირდეთ ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ ყველაფერს ღვთისადიდებლად? ამდე გავაკეთოთ ისე? დავაკვირდეთ, აბა როგორ ვაკეთებთ? თუ არ ვაკეთებთ რამეს ღვთისადიდებლად, გამოსასწორებელია საოცრად. არაფერი არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ღვთის დიდება. ეს არის აბსურდი არის, რომ რამე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება არსებობდეს ცხოვრებაში. ვიდრე ღვთის დიდება. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. აი ამას დავუთმო ადგილს და ღვთის დიდებით თუ იცხოვრებ აზრით, სიტყვით და საქმით, ხო რიცხვის სამი აქაც არის. დანარჩენი ვიმეორებ შენ ცხოვრებაში ყველაფერი გამოსწორდება. გზა გაიხსნება აუცილებლად. ეს დიდი ჯილდოა ღვთისაგან მოცემული, რომ აი ესეთ ძალას გვაძლევს. ყოველი შემძლეა უფალი. ყოველი შემძლეა. და თუ რაიმე არ მიდის ისე ჩვენ რო არ ჩვენ რო გვინ ჩვენ აი რაღაცა არ მოგწონს, ხო? რაღაცა დაუშვათ არ მოგწონს. ან არ გვინდა რაღაცა რო ისე მიდიოს როგორც მიდის, როგორც ხდება. ეს ჩვენი ბრალია, ჩვენი ბრალია. ჩვენ ვაფუჭებთ რაღაცას. რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ. ან არ ვაზროვნებთ მართლაც სწორად.
ან არ მეტყველებთ სწორად და მართლა, ან არ ქმედებთ სწორად და მართლა, ხო? რაღაცას ვაყუჩ, ვაშავებ, თორე მერცი ბრალი ხო არ ანუ იქნება ეს, ხო? ჩვენი ბრალი, რაღაცას ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, ამიტომ ჩვენით. ჩვენს გამოსასწორებელს სხვა ხო არ გამოასწორებს. არ შეიძლება. ჩვენი გასაკეთებელი ვინ უნდა გააკეთოს? ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჯობია ჩვენი საქმე გავაკეთოთ, როგორც შეგვიძლია, ვიდრე სხვისი ვითომ გადასარევად. არც ის ჩაგვეთვლება და ვერ ჩვენსაც გავაკეთებთ მაშინ, ხო? ამიტომ შენი საქმე გააკეთე, რა სადაც შენ გახარ, სხვის განკითხვა, სხვის გაჭორვას, უსე ვინცახ თქვენზე რომ საერთოდ სხვის დაბრალებას, ესეთია, დროა ესეთი, ის ესეთი, ეს ესეთი, ამის გასაგები მიზეზი ყოველთვის მოიძებნა თავის გასამართლებლად. რაღაც უსუსურ არგუმენტს მაინც ნახავ იმისა, რომ შენ არაფერ შუაში არ ხარ. აი ის არის შუაში, აი იმის გამო ხარ შენ ესე და იმის ბრალია და ნუ გასაგებია, ხო? ადამიანი ბავშვი თავ შენ არა ჩემი ბრალი არ არის მაგიდასო თავი მიარტყან რაღაცას ხეს თავი მიარტყე იმ ხის ბრალია და ის მაგიდა უნდა გალახოს და ხე უნდა გალახოს შენი ბრალია შენ არ იმ ტრაექტორიაზე არ მოძრაობდი რომ მიარტყი თავი რაღაცას ხო საერთოდ იცი ამიტომ შენ და ნივთი კი არ უნდა გალახო და სხვას კი არ უნდა დააბრალო შენ თავს დააბრალე როგორ დადიხარ საით მიდიხარ რა მიმართულებით არის მიმართული შენი სულიერი ტერფები მე უკვე ამას რო გააცნობიერებ ღვთის დიდების ფონზე აზროვნებს სწორად, მეტყველებს სწორად, მართლად. აბა ყველა სეფერები, კარგი კულტურულად ახარ მადლობას ამბობ, შენდობას ითხოვ, დღეში ერთხელ მაინც მინიმუმ შენდობას ამბობ, შემინდეს ითხოვს. ან მოპატიე, მადლობა ბოდიში. გლოცავ და ასე შემდეგ. აი რაღაცა კეთილ განწყობას ამჟღავნებ აზრით. ეფერები აზრით ადამიანს, უკვე კურნავ მას. აზრით თუ ეფერები, უკვე რაღაცას აცილებთ სუდს და ის სუდი ფრინდება სადღაც იწვება მიფრინავს. დავუშვათ სიტყვით ეფერები ადამიანს რაღაცა კეთილს ამბობ თუ ისეთ რაღაც შეიძლება ადამიანს უთხრა რაღაცა რომ ადამიანმა მთელი დღე ჩაუშხამო, ყველაფერი ჩაუშხამო. არ უნდა, ამიტომ სანამ ყველაფერი რასაც ფიქრობ არ უნდა თქვა და სანამ ფიქრობ, სანამ მიტყვი, მანამდე უნდა იფიქრო, ხო? და ტრივიალური ჭეშმარიტება. და საქმითაც გაახარე ვინმე ადამიანი მოყვასი რაღაცით იქნება რა არის შეგიძლია უსაშველოს არავინ არ ხობს ახლა იცით შეგიძლია რაღაცით გამოამჟღავნე სიყვარულის რაღაცა რო ცეცხლია უბეში ვერ ჩამალავ და ეს თავისთვის იყოს ის საოცრებლად რა შევა რაღაცას ცეცხლს დამალა უბეში დაიწყებს სვას ხო რაღაცას და გამომჟღავნდება ამიტომ ესეც გენერირდება ანუ იზრდება ისეთი რაღაც თავისებური არის ხო სიყვარული ესეთ სიყვარულის დაკონსერვება არ შეიძლება ესეთია არ უნდა ეს ზედმეტი თავის დაფასება და ასეთი ვარ და ისეთი ვარ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენები და ძალიან მნიშვნელოვანი სახეების მიღება და როგორი სულიერი ვარ და რა მნიშვნელოვანი არაფერი არ ახარ ერთი პატარა ჭანჭიკი ხარ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ვარ და ჩემს გარშემოთრიალებს ყველაფერი და რაც უფრო მეტად ადამიანს ესე ვთქვა წარმოდგენა იქნება თავისთავად არაპროპორციული წარმოდგენა თვით განდიდებისა თვით ღმერთობის თვით ღვთაებრიობის, ნახევრად ღმერთობის ხიბლში ვარდებიან მე რაღაცა, რომ აი თუ ადამიანი კი არ არის ჩვენ როგორ ნახევრად ღმერთი, რა მითოლოგიაში როგორც იყო ესეთი ხო, ოლიმპოს ღმერთები, ნახევრად ღმერთები და გმირები და მეფეები და ასე შემდეგ. აი რაღაცა შუაშია რაღაცა, ან იქით არის ან პანთეონის წევრია რა. რომელიღაც პანთეონის წევრია, პოლითეიზმში გადავიდა. ესეთი ადამიანი პოლითეიზმში გადავიდა. თვით განკუთვნილ რაღაც მე ითხოვს სხვაებს. ითხოვს სხვაებს რომ მას სულ კომპლიმენტები უთხრა, მე ითხოვს სულ რომ მას უღიმონ, სულ რომ მადლობები უთხრა, სულ რაღაცა ისა, მოკლედ სხვაებს ითხოვს ფსიქიურ ენერგიას, ამ რაღაცა საჩუქრებს, ან რაღაცა დიდებას, პატივს და ასე შემდეგ და ნეტა რა ქვია, ამას ქვია გაკერპება მოქვია, ადამიანის გაკერპების პროცესი იწყება, თვით გაკერპების თანდათანობით პროცესი ძალიან ცუდია. ეს არის პირდაპირ ანტიქრისტიანული რაღაცა. ამისათვის რომ ეს არაპროპორციული იდეები არ წარმოეშოს, თავი უნდა დაიმდაბლოს, ნათქვამია, ხო დაიმდაბლე შენი თავი. რამეთუ დაბალი ვარ და რამეთუ შვიდი ვარ და დაბალ გულითა. ქრისტესგან ისწავლეთ, ხო? ამბობს ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ შვიდი ვარ დაბალ გულითა, პირდაპირ გვეუბნება, ისწავლეთ ჩემგან. აი ესეთი ის გვეწყება ხოლმე ზოგჯერ. რა თქმა უნდა, ეს სადველი მოსანანიებელია და ეს გამოსწორებადია, უსაშველო არც ეს არის არაფერი. თუ კი დროზე ცივწყალს გადაასხამს განგებულება მისის ყველაფერი, ნუ გეში, ზეცამიცის ყველაფერი, ისე დროს გადაასხამს ეს და ადამიანს სივწყალს ზეციდან. რომ უცებ მოვა გონებაზე. უცებ. არ უნდა ბევრი ფილოსოფია. უეცად მოვა გონებაზე. თუ არ მოვა გონებაზე, მე კიდე გადაასხამენ უფრო ცივს და ასე შემდეგ. ასე შემდეგ და 1000-ნაირი მეთოდები. მოკლედ, ამ ძალებს, რომლებიც
ადამიანის გამოფხიზლებას აწარმოებენ, არის ესეთი სულები, რომელსაც დაებრივი ძალები, ხო? ანგელოზი, სხვადასხვა ტიპის ანგელოზებია, არის სხვა იერარქია ანგელოზი 900-ია. ჩვენთან ახლო ანგელოზური იერარქია გვასწავლებს მფარველი ანგელოზი. მაგრამ არის დაშვება კიდევ სხვა ძალებისა, რომლებიც სხვა რაღაცებს კურირებენ. ეხლა ეს დიდი თემა, ამას აღარ ჩავუმავდებით, მინდა რომ ესე სხვაგან გადავედით რაღაცა, მაგრამ ფაქტიურად ეს ჩვენ თავს დავუბრალოთ კონკრეტ ამის მომენტში ჩვენი გამოსვენება დავიწყოთ ეს ბოროტებას და სიკეთეს ჩვენში არის. თუ ჩვენ ამ სიკეთეს გავაღვივებთ, კარგია, ბოროტებას მოვათვინიერებთ და დისციპლინას გავუკეთებთ. თუ შენ იმ ხეთს, რომელიც შენში არის, იმას ყვება, ის გაიზრდება და გადაირევა ფლად და თუ წვრთნი და ასკეზით დააბა მას და გეყოლება გამოწვრთნი, გაწვრთნი, მოთვინიერებული. აი მაშინ უკვე კონტროლირებადია. აი ეს მინდა ეს რითი ხდება ზიარება ახსარებით ასე შემდეგ იმ საიდუმლოებით, მაგრამ რაც თავარი ახსარება ზიარება, რაც დღეს და ხვალ უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ხო, აი მას მივაქციოთ სიმდიდრე, ყურადღება. სულიერ სიმდიდრეს მივაქციოთ, ახლა ეს მინდოდა მეთქვა. ამ ჩაბღაუჭება ამ ათასნაირ ნივთებზე ჩაბღაუჭება ათასნაირ რაღაცას იზმპილებს არ მინდა. სულიერი ჰარმონია თუ გინდა მოიპოვო, მთლიანობის შეგრძნება. აი ეს მეტაფიზიკური მთლიანობის შეგრძნება ღვთის შექმნილ სამყაროში. ამის მთლიანობის შეგრძნება თუ გინდა მოიპოვო და ჰარმონიაში იყო ამასთან, უფალთან, გარემო მოყვასთან და შენ საკუთარ თავთანაც და მშვიდობა გქონდეს. ამისათვის სულიერი სიმდიდრისაკენ უნდა მიისწრაფო. და ვერაფერი ვეღარ მოგერევა მე. და თუ მოგერევა და წაიქცევ, უცებ ადვილად წამოდგები. ანუ იმუნიტეტი უკვე ძლიერი გექნება და მორჩილება ღვთის ამინა გისურვოთ, ცოდვების აღიარება და მონანიება და ახალი მადლის ხვალ მაგალითად მიღება, რომელსაც ღვთის ხალობით ხვალ მიიღებთ. იმედი მაქვს, რომ მომზადებით ახლა ღირსების და მომზადებისა და რაღაცა დამსახურებების გამო არ გვეძლევა, ხო, რომ ეს რა მუშაობა ადამიანსახურებული ეს განსაკუთრებული VIP ქრისტიანია. ქრისტიანობის დამთავრებული კურსი აქვს უკვე გავლილი. გაამთავრა, დიპლომი აიღო ქრისტიანობაში. და ეს არის ელიტარული ქრისტიანი, იგი უბრალოდ კი არ უწევს, ის განსაკუთრებული რაღაცა. აი როგორც კი ამას წარმოიდგენს, ეგრევე დაამდაბლებს რა ძალებიც თქვენ მე იმ ძალებს ეხება, ის ძალები დაამდაბლებენ მას. როგორც კი ამ პედაგოგიურ, მისტაგოგიურ დამდაბლებას გამოუწერენ რა, ასე ვთქვათ. ადრე თუ გვიან, ამიტომ და შენ ჩვეულებრივად მოდი, თავი დაიმდაბლე, ეზიარე, მოითმინე. არც დამსახურებული ხარ, არც ღირსი ხარ, მაგრამ დაუმსახურებელი წყალობა საჩუქარი მოდის ღვთისაგან, რომელიც გვეძლევა ჩვენ. ამითი ვართ, აი მადლში უნდა ვიყოთ, რომ თევზი წყალში ეს, მადლში უნდა ვიყოთ, ხო? თევზი წყალში ხო არის, თევზი და თევზს რო ამოიყვან წყლიდან უკვე ცუდად არის. ესე ადამიანის მადლიდან რო ამოვარდება, ცუდად არის. სულ როგორც მადლში უნდა იყოს, თევზი წყალში. ხო, თევზმა არის ის რა არის წყალი, თვითონ წყლის განუყოფელი ნაწილია. ხო, თევზს კითხეს რა არის წყალიო და ვერ უთხრა ვერაფერიო. თევზი ისე წარლაპარაკობს, ხო და რაც ითქვა. თვითონ არის წყალი, თვითონ არის მისი ბუნებრივი სტიქიის ნაწილი. ასე ადამიანის რა არის მადლი? ვერ იტყვი რა არის მადლი. აი რო ხარ იმ მადლში, ანუ ამას გამოთქვა და ფორმულირება. ფორმულირება უკვე ფაქტურად დაკნინებაა. მიდიება განმარტე რა არის ღმერთი. ვერ განმარტა. უბრალოდ რაღაცას ვერ განმარტა. აი მათემატიკაში ვარს, ხო, უბრალოდ რაღაცას განმარტება ძალიან რთულია. ისიც კიდე განმარტებულია, მაგრამ აი ძალიან მაინც დიდი, ისე ვთქვათ, ლოგიკური ლოგიკით და ასე ვთქვათ, ფორმულებით. მაგრამ ესეთი ტრანსცენდენტული რაღაცების განმარტება მეტაფიზიკურად ძალიან ძნელია. განმარტავ და აკნინებ. ვერ განმარტავ, განუმარტებელია, მიუწვდომელია. ერთადერთი რაც ღვთის ბუნებაში როცა ამბობს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი არის ის, რომ იგი შეუმეცნებადია, ის რაც შემეცნებადი, ის არის შემეცნებადი, რომ ის შეუმეცნებადია. გადავთ რომ შეუმეცნებადი, მიუწვდომელი აბსოლუტურად, მაგრამ მისაწვდომია, ხა დიდი თემები ეს ქრისტეში. მისაწვდომია ქრისტეში, მისაწვდომია ქრისტეს საიდუმლოებებში, მადლით. მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებში. ამიტომ აი ეს ძალიან დიდი წყალობა, რომელიც საჩუქარია ღვთისაგან. რომ ჭეშმარიტების არსისკენ თანდათანობით შედიხარ და მიისწრაფი და შედიხარ მასში, თანდათანობით. ამიტომ მოდი რა ყველაფერს მარტივ მომრავლებლად დაშლას მოვინდომოთ. ელემენტარულად ადამიანს ვერ შეიმეცნე ბოლომდე 9 ლიტრა მარილის ისტორია რომ ახსენდება რა 9 ლიტრა მარილების დაგროვება თუ გაიჩინე არ ვიცი სანამდე გაიჩენ მარილების დაგროვებას მანამდე მეგონი რაღაცა უნდა მიხვდე ხო მისთან გაქვს საქმე და
ეხლა მაინც 9 ლიტრა მარილი ხო უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ 9 ლიტრა მარილი უნდა შეჭამო, რომ გაიგო რასთან და ვისთან გაქვს საქმე. შეიგზენი, ილოცე მეტად და მივხვდი, ხო მოგწალმეთმა 7 ნიჭი სულიწმინდის სხანაყოფად აქცია. რაღაცა ინტუიცია ხომ და კონდეს, ხომ და მივხვდე რასთან და ვისთან გაქვს საქმე, ხო? ამიტომ იმასაც ვერ შეიცნობ ადამიანს, ხო? სხვა სული, სხვა ადამიანი ბოლომდე მიუწვდომელი და შენ გინდა ის ზეციური რეალობა შეიმეს, ნუ ნაწილობრივ გაძლევს, რა თქმა უნდა გაძლევს, სახარებიდან, წმინდა წელი, წმინდა გარდამოცემიდან და ასე შემდეგ. კონკრეტულად ლოცავთ, დიდი თემებია და თქვენ ახლა ამ მადლში ხართ ამ მადლში და შეიგზენით და ამ მადლში ხართ, ამ მადლით იარეთ და დაცული იქნებით. პირველი ნიშანი იმისა, რომ ხართ მადლში, ეს სიხარულია, სიმშვიდეა, უფალთან ყოფნა. და სანამ უფალს დაუძახი, მანამდე მოდის უკვე მოსულია სანამ დაუძახი. იმიტომ რომ ყოველგან არის და ყოველთვის აღავსებს. ანუ არის ადგილი, სადაც ღმერთი არის, ქრისტე ყოველგან არის, ყველგან არის ქრისტე. ამას მივაქციოთ ყურადღებას, სულ უფლის სახელთან ვიყოთ, უფლის სახელის ჩვენში ტრიალი გქონდეს გულში და გონებაში. თუ შევძლებთ, სულ ძნელია, მაგრამ შევეცადოთ მოზგვის კურთხევით, თვითონ არ მოზგვის კურთხევით. ეს იესოს ლოცვა და ამ შემდეგ შეიძლება შემდეგ ვისაუბროთ ამ თემაზე. ლექსია რო არ გამოვიდეს, გლოცავთ მოკლედ. მადლობის ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვა ყოველთა თანა. ამინ. ამინ.